შორის აი როცა ჩვენ მის რუსულ პოლიტიკაზე და იმ ბრძოლაზე ვსაუბრობთ, რაც ეხლა ქუჩაში მიდის, გადაწყვეტილების გამო უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ამასობაში წამოგვეწია ინფორმაცია, ვიწყებთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესო ფაშინიანის განცხადება ეს და გავიხსენებდი, რომ მან უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოაწერა ხელი და იმედს გამოთქვამს მოკლედ ფაშინიანი, რომ სომხეთის პარლამენტიო მიიღებს კანონპროექტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ, რომელიც მანამდე სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ასე ჩვენს თვალწინ ჩვენი მეზობლები როგორ იწყებენ აქტიურ მოლაპარაკებებს და ამ დროს ამ რუსული თამაშებით ჩვენ როგორ გვაკარგინებენ ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შანსს და აი თუ სასამართლოსაც, პროკურატურასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, გიორგი, რადგან დღეს ეს არის ყველაზე მძიმე და ყველაზე ცხელი თემა. ეს კაცი იბარებს სახლში, ალბათ გადაწყვეტილება უკვე გამოტანილია თქვენზეც პირადად. თუ ის ვერ მიიღებს იმ თანხას, რაზეც საუბრობდა თუნდაც მისი ადვოკატი, ხო? როცა თქვენ გპასუხობდათ. მაშინ რას ელით თქვენ? ელით რომ შესაძლოა ციხეში გაგიშვან? გამორიცხავთ ამას? თქვენ დაიწყეთ ევროინტეგრაციის თქვენი კითხვა. ჩვენი ქვეყანა რეგიონში და ფართო რეგიონში ნამდვილად იყო ლიდერი დემოკრატიის, ევროინტეგრაციის და ასე ვთქვათ დასავლურ რელსებზე ჩვენი პოსტსაბჭოთა ეკონომიკის და სახელმწიფოს გადაყვანაში. სამწუხაროდ უკვე ჩვენ ასე ვთქვათ მიკრორეგიონშიც ჩვენ ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა გავხდით ამ მიმართულებით და ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა. მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც აკავებს და ასამართლებს ამ ახალგაზრდებს და უშვებს ციხეში. ნებისმიერი პოლიციელი ან ტიტუშკა ან სხვა ბანდიტი, რომელიც ჟურნალისტს და ახალგაზრდას ხელს ურტყავს. ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მისი მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს პირდაპირ აბრუნებს უკან დემოკრატიიდან საბჭოთა კავშირის მიმართულებით. ეს ყველა არის ივანიშვილის სახე. ნებისმიერი ამ სახის ადამიანის უკან დგას პირდაპირ ივანიშვილი. მე ამიტომ ვთქვი, რომ ჩემ პროცესში ჩემთან პროკურორის და სასამართლოს ორივე ივანიშვილია, მომჩივანეს პროკურორის და სასამართლოს ჩემ შემთხვევაში ერთი კაცია და ასევე არის ყველა იმ დანარჩენი რეჟიმის პატიმრების შემთხვევაშიც. რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ სასამართლოს, მე გითხარით კიდევ ერთხელ, რომ მე საქართველოს სასამართლოს იმედი არ მაქვს. ეს არ არის ჩემი სასამართლო, ეს არის ელოდებით, რომ შეიძლება ციხეში გაგიშვან? თუ გარეთ უფრო ჭირდებით იმ ფულის ამოღებისთვის? მზად ვარ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. იმ ფულს ვერც გარეთ, ვერც შიგნით ჩემგან ვერ ამოიღებს თავის უკანონო გზით. როდესაც დადგება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ვერდიქტი, თუ მე მათ გავტყუმდი, მე პირობას ვდებ კლიენ ფულს ყველაფერს აუცილებლად გადავიხდი, ოღონდ არამედ ივანიშვილთან, არამედ საქველმოქმედო ფონდებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოხმარდება. მანამდე ივანიშვილი ვერც ერთ კაპიკს ვერ მიიღებს. ხო, საინტერესო განცხადებაა და რამდენადაც იცნობთ, ეს კითხვაც მინდა დაგისვათ, რამდენადაც იცნობთ, რაზეა წამსვლელი ეს კაცი, პროტესტის ჩასახშობა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად კიდევ რა შეიძლება რომ გამოიყენოს? რა მეთოდები? ის რაც ვნახეთ, წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი დაასახიჩრეს, დაასისხლიანეს, ციხეში გამოკეტეს, აი კიდევ რაზე შეიძლება რომ წავიდნენ? მე ადრეც განვაცხადე, ივანიშვილი არის ყველაფერზე წამსვლელი, სადამდე ხალხი მიუშვებს. ჩვენმა პროტესტმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა თავის სიმტკიცით აჩვენოს და დადგეს ერთად და არ მისცეს საშუალება ამ უზურპატორს, რომ მან ჩვენი ქვეყნის გამოხრა და ჩვენი ახალგაზრდობის მომავლის დაღუპვა გააგრძელოს. ეს არის ივანიშვილი თავისით არსად არ გაჩერდება. ყოველთვის ნებისმიერ შემთხვევაში ის ყოველთვის წავა ესკალაციის გზით, მეტი ძალაუფლებით, მეტი დაჭერით, მეტი კონტროლით, იმიტომ რომ სხვა გზა ივანიშვილმა არ იცის. დიდი მადლობა. მადლობას გადაგიხდით, რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში. მე წარმატებას გისურვებ. ძალიან რთულ ომში ხართ, გიორგი, ძალიან რთულ ომში ხართ და მე შემთხვევით არ დამისვია თქვენთვის ეს კითხვა. გარეთ ურჩევნია იყოთ, რომ ის ფული ამოიღოს თუ ფიქრობთ, რომ ციხეში გაგიშვებთ თქო, იმიტომ რომ აქ როდესაც ამხელა ფინანსებზე არის საუბარი, მე წარმომიდგენია, როგორი იქნება ამ ბრძოლის შემდეგი ფაზა. და ამიტომ გისურვებ წარმატებას.
კარგია რომ მედიასთან ძალიან გახსნილი საიმედოდ მე გეტყვით რომ მიუხედავად იმისა მე გარეთ ვიქნები თუ ციხეში დამიჭერენ ეს ფინანსები მომხმარდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზას მეწმულობთ წარმატებას გისურვებთ მადლობა დიდი რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი